მოგთავაზებთ ინტერვიუს, რომელიც მულტიდისციპლინური ონკოლოგიური ბორდის ორგანიზებით ჩატარებულ კონფერენციაზე ეთერ ნათელაურთან კონფერენციაზე მისი გამოსვლის შემდეგ ჩავწერეთ. ის რაზეც არ ვსაუბრობთ, სექსუალური ჯანმრთელობა და სიცოცხლის ხარისხი გინეკოლოგიური სიმსივნეების რადიოთერაპიის შემდგომ. Საბატონო ეთერ გამარჯობა. დღეს თბილისში ტარდება პირველი მულტიპროფილური ონკოლოგიური კონფერენცია, სადაც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან შეკრებილი. ერთად ექნები, ფსიქიატრები, ონკოლოგები. რა მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა ეს დარგი იყოს გათვალისწინებული და მონაწილეობდეს მსგავს კონფერენციაში? მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩართულობისთვის და ამ კონფერენციაში მონაწილეობისთვის. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი ტიპის კონფერენციები უნიკალურია საქართველოში. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ასეთი მასშტაბის კონფერენცია, სადაც ერთდროულად მონაწილეობას იღებს როგორც საექნო გუნდი, ასევე ფსიქოლოგები, ფსიქოონკოლოგები და ექიმთა გუნდი თავისი მულტიდისციპლინარული ჩაშლით დამატებით, როგორც არის გინეკოლოგები, მამოლოგები, ონკოქირურგები, კლინიკური ონკოლოგები და რადიაციული ონკოლოგები, მგონია რომ პირველად ტარდება საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ თუ ერთმანეთს ინფორმაცია არ გაუზიარეთ, საბოლოო ჯამში შედეგებზე ვერ გავალთ. თითქოს დღევანდელი კონფერენცია პასუხობს ონკოლოგიაში მნიშვნელოვან გამოწვევას და პრობლემას, რომ უნდა გადავერთოთ მხოლოდ დაავადების განკურნებიდან და პაციენტის ცხოვრების ხარხანძლებებიდან, ასევე მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და რომ მკურნალობა არ მთავრდება მხოლოდ რემისიის დროს. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. წლების განმავლობაში და არ გულისხმობ მხოლოდ წინა პერიოდ, ბოლო 20 წლების განმავლობაშიც. მთავარი აქცენტი ონკოლოგიაში კეთდებოდა პაციენტისთვის დაავადებისაგან თავისუფალ პერიოდზე, 5 წლიან გადარჩენადობაზე, არსებობს სიმსივნეები, სადაც უფრო ხანგრძლივ გადარჩენადობაზე ვსაუბრობთ და მუდმივად ამოცანას წარმოადგენდა აი ამ პერიოდის გახანგრძლივება და მაღალი პროცენტის ჩვენება 5 წლიანი გადარჩენადობის. თანამედროვე რეალობაში, როდესაც სამედიცინო ჩარევები დაიხვეწა ისე, რომ ამ რიცხვებზე, რაც თავის დროზე სამიზნა იყო, დღეს უკვე რეალობად იქცა. უკვე ვსაუბრობთ არა მხოლოდ გადარჩენადობაზე, არამედ სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებაზე. იმაზე, რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ის ფუნქცია, რაც მანამდე ჰქონდა. ჰქონდეს კომფორტი როგორც საკუთარ სხეულთან, ასევე შინაგან სამყაროსთან. ასევე აქტიურად იყოს ჩართული ისეთ მოქმედებებში, რასაც მანამდე ახორციელებდა, თუნდაც იყოს ეს მეგობრებთან ურთიერთობა, ოჯახური ურთიერთობა, კარიერული მიღწევები და ასე შემდეგ. რა არის ის მნიშვნელოვანი თემები, რომელიც დღეს არის განხილული? თემები ყველა მნიშვნელოვანია, თქმა უნდა, მაგრამ ის, რაზეც აქამდე ნაკლებად ვამახვილებთ ყურადღებას ონკოლოგიის დარგში. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან გამოწვევას დღეს ჩვენთვის წარმოადგენს სტატისტიკური მონაცემები. 2015 წლიდან საქართველოში უკვე არსებობს კიბოს ელექტრონული რეესტრი, რაც ძალიან დიდი გამარჯვება იყო ჩვენი ქვეყნისთვის. მაგრამ დღემდე გამოწვევად რჩება ვითვლიდეთ პაციენტებთან გამოვლენილი გვერდითი ეფექტების რაოდენობას და ვითვლიდეთ მათი სიცოცხლის ხარისხს. გარდა ამისა, გამოწვევად ჩნდება ისეთი სფერო, როგორც არის რეაბილიტაცია. რეაბილიტოლოგი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ონკოლოგიური პაციენტის დიაგნოსტირებისთანავე ერთვებოდეს მულტიდისციპლინარულ რგოლში, რომ ფასდებოდეს, რას წარმოადგენს საწყისი ათვლის წერტილი პაციენტთან. ასევე მკურნალობის განმავლობაში, რომ ეხმარებოდეს როგორც ფსიქოლოგი, ასევე რეაბილიტოლოგი სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებაში. მკურნალობის შემდგომ კი დარჩენილი ნარჩენი მოვლენებისა და დეფიციტების აღმოფხვრაში. თქვენთვის რომელი წევრებისგან შედგება იდეალური ონკოლოგიური გუნდი, რომელიც უნდა მართავდეს დაავადებას ერთობლივად? მულტიდისციპლინარული გუნდი იდეალურ შემთხვევაში შედგება ძალიან ბევრი კომპონენტისგან. როგორც მკურნალობის გუნდისგან, რომელშიც თავის მხრივ ბევრი კომპონენტი ერთვება: პათოლოგანატომი, რადიოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, რადიაციული ონკოლოგი, შესაბამისი პროფილის ქირურგი. ასევე მნიშვნელოვანია ჩართული იყოს საექნო გუნდი, რომელიც თავის მხრივ პაციენტს თავის მოვლას ასწავლის. ასევე ფსიქოლოგთა გუნდი, რომელიც ასწავლის, როგორ მიიღოს ცხოვრების იმ დამდგარი ფაქტორებიდან, რასთან გამკლავებაც უჭირს შესაბამისად უკეთესი თვითშეგრძნება. ძალიან მნიშვნელოვანია რეაბილიტოლოგების როლი ონკოლოგიურ პაციენტებთან მიმართებაში, რასაც არც და სამალია და რეალობა საქართველოში ის გვაქვს, რომ სწორედ ეს წარმოადგენს გამოწვევას. ადრეული რეაბილიტაცია და შემდგომი მუდმივი მონიტორინგი და მეთვალყურეობა ამ მიმართულებით ჯერ კიდევ დეფიციტს წარმოადგენს. ახსენეთ რეაბილიტაციის საჭიროება. ხომ არ გვეტყვით, რომელი სპეციფიური ონკოლოგიური დაავადებების შემდგომ არის ყველაზე მნიშვნელოვანი დროული რეაბილიტაციის დაწყება?
პრაქტიკულად ყველა. არ არსებობს არც ერთი ონკოლოგიური დიაგნოზი, რომლის შემდგომაც პაციენტს რეაბილიტაცია არ ესაჭიროება. მიმართულებები რეაბილიტაციაში განსხვავებულია და სხვადასხვა პროფილს მოისაზრებს, როგორც მკურნალობის განმავლობაში, მაგრამ ჩვენი როგორც მკურნალი ექიმების რეკომენდაცია პაციენტის მიმართ უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება ადრეულად მიმართონ როგორც ფსიქოლოგს, ასევე რეაბილიტოლოგს. ახლა რომ შევეხოთ დღევანდელი თქვენი გამოსვლის თემასაც, თქვენ დღეს ისაუბრებთ იმაზე, რაზეც ხშირად არ ვსაუბრობთ. როგორი არის სექსუალური ჯანმრთელობა რადიაციული თერაპიის შემდგომ გინეკოლოგიური ონკოლოგიების დროს. რატომ გაამახვილეთ ყურადღება ამ პრობლემაზე და რა ხარვეზებს ხედავთ ამ დარგში? როდესაც ვსაუბრობთ სექსუალური სიცოცხლის ხარისხზე ქალბატონებში, რომლებსაც ჩაუტარდათ მკურნალობა გინეკოლოგიური სიმსივნეების დროს, ძირითადად ეს შეეხება ხოლმე ისეთ სიმსივნეებს, როგორც არის საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოს ტანის კიბო, რომელსაც ენდომეტრიუმის სიმსივნეს ვეძახით, ასევე ვულვის და საშოს სიმსივნეები. თუმცა აქ არცევე არ უნდა გამოგრჩეს ის სიმსივნეები, რომელიც გინეკოლოგიური არ არის, მაგრამ ახლოს მდებარეობს, მაგალითად კოლორექტალური და შარდის ბუშტის სიმსივნეები. ყველა ეს სიმსივნე ადრეული ეტაპიდან გავლენას ახდენს პაციენტის სიცოცხლის ხარისხზე. რაც ხშირად ძალიან ბევრ ბარიერთან არის ხოლმე კომუნიკაციის ნაწილში დაკავშირებული, არა მხოლოდ ექიმების მხრიდან, არამედ პაციენტების მხრიდან. 2022 წელს გამოქვეყნდა სტატია, სადაც ამ ბარიერებზე იყო ზუსტად საუბარი, რა განაპირობებს კომუნიკაციის დეფიციტს. აღმოჩნდა, რომ პაციენტთა დიდი ნაწილი ამ კითხვის ინიცირებისგან თავს იკავებს და დაახლოებით 44 სიცოცხლის ხარისხი და სექსუალური ჯანმრთელობა. და გარდა იმისა, რომ თავს იკავებს, ცდილობს, რომ ექიმისგან ამ კითხვაზე პასუხები არ მოისმინოს, ანუ ცდილობს, რომ თავი აარიდოს. და აქ ჩვენ ვსაუბრობთ არა ქართულ პოპულაციაზე, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პოპულაციაზე. ჩვენ რომ შევადაროთ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებს, შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ეს ეთნიკურ-კულტურული სხვაობა კიდევ უფრო მაღალი გვექნება. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან პაციენტები მსგავსი თერაპიის შემდგომ? არის ეს პრობლემა ლიბიდოს შენარჩუნების თუ ანატომიური ცვლილებები, რაც სექსუალურ კავშირს მტკივნეულს ან შეუძლებელს ხდის? აბსოლუტურად ყველაფერი, როგორც ანატომიური ცვლილებებიდან დაწყებული, ასევე ფუნქციური ცვლილებებით დასრულებული. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეაბილიტოლოგი რაც შეიძლება დროულად იყოს ამ პროცესში ჩართული, რომ მაქსიმალურად აქტიურად იმართოს პროცესები. გარდა ამისა, ფსიქოლოგები ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებენ, რომ პაციენტი უფრო ღია და გახსნილი გახადონ მსგავს კომუნიკაციაში. რა უნდა შეიცვალოს ჩვენს მიდგომაში, როცა საუბარი არის ცხოვრების ხარისხზე ონკოლოგიური დაავადებების შემდგომ? რა რჩევას მიცემთ პაციენტებს, რომ უფრო კარგი ადვოკატები გახდნენ საკუთარი ჯანმრთელობის გამოსავლის? მთავარი პრობლემა მაინც მგონია, რომ არის ის, რომ ადრეულ ეტაპზე, როდესაც პაციენტს მძიმე დიაგნოზი ესმება, მისთვის პრიორიტეტს სიცოცხლის ხარისხი არ წარმოადგენს. თავისთავად პირველ ხარისხზე გადმოდის სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადარჩენა იმ დაავადებისაგან, რომელიც მისთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამიტომ ლოგიკურად ახსნადია ის, რომ პაციენტს საწყის ეტაპზე мотивация სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების შეიძლება არ ქონდეს. ამიტომ ჩვენ მკურნალ ექიმებს, როდესაც პაციენტის მკურნალობაში ვიწყებთ, მნიშვნელოვანია ვესაუბროთ პაციენტებს ყველა დამდგარი შესაძლო გვერდითი ეფექტის შესახებ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე დეფიციტურია საქართველოში პაციენტთა ასოციაციები დიაგნოზების მიხედვით. მნიშვნელოვანია პაციენტები დაჯდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს გაუძლიერონ გამოცდილება თითოეული მკურნალობის შემდგომ რასთან გამკლავება უწევთ. შესაბამისად, საჭიროებებიც დათვლადი, როდესაც გახდება ჩვენთვის ექიმებისთვის, ფსიქოლოგებისთვის, რეაბილიტოლოგებისთვის, ბევრად უფრო ცხადი გახდება ის, რაში შეგვიძლია პაციენტებს დავეხმაროთ დამატებით. გარდა იმისა, რომ უმკურნალოთ თავისთავად. რამდენად ხშირი არის მსგავსი სექსუალური პრობლემები რადიაციული თერაპიის შემდგომ? მინდა გითხრათ, რომ თანამედროვე მედიცინა იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში სამედიცინო სერვისების როგორც სიმჭიდროვე, ასევე ხელმისაწვდომობა ჩვენი ქვეყნის შიგნით მკვეთრად გაიზარდა. ერთადერთი რაც რეალურად პრობლემას წარმოადგენს, არის მოსახლეობის ინფორმირება. და გარდა ინფორმირებისა, ასევე რაც შეიძლება თვლადი ბევრი სტატისტიკური მონაცემის გაზიარება მოსახლეობისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ შეგრძნება, რა შედეგებზე შეუძლიათ ლოკალურად გასვლა.
უღრმესი მადლობა ინტერვიუსთან, საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ და დიდი იმედი მაქვს, რომ მეტ ქალბატონს მიეცემა мотиваცია, რომ საკუთარი ცხოვრების ხარჯზე მეტ იზრუნონ და უფრო აქტიურად დასვან კითხვები ამ პრობლემებზე. რაც შეიძლება დასვით ბევრი კითხვა. ყველა ექიმთან, ვისთანაც დროის ხელმისაწვდომობა გაგაჩნიათ. მადლობა თქვენ.